Ciao a tutti! მოგესალმებით მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბაზმანის არხზე. დღეს დაგიბრუნდით ახალი მინი გაკვეთილით, ოღონდ ჩემი გამომწერების თხოვნით, ოდნავ გავართულოთ მოდით და განვიხილოთ საინტერესო ზმნა აპროფიტარე. აპროფიტარე შეიძლება ნიშნავდეს ან რაღაცის სიტუაციის ადამიანის კეთილად გამოყენებას, ან პირიქით ბოროტად გამოყენებას, სარგებლობას. წინადადებებით უკეთ მივხვდებით, უბრალოდ წინასწარ გეტყვით, რომ საკმაოდ დახვეწილი ტერმინია და თუ ჩასვათ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ ლამაზ ზმნას, დარწმუნებული ვარ, რომ კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ იტალიურ ენაზე მოსაუბრეზე. Დავიწყოთ. Approfittiamo del bel tempo e andiamo a fare una passeggiata. ჩვენ სასარგებლოდ, კეთილად გამოვიყენოთ კარგი ამინდი და წავიდეთ სასეირნოდ. რა თქმა უნდა, ქართულად ასე წინადადებას დიდი ალბათობით არ ვიტყვით, მაგრამ ზუსტად ამას ნიშნავს იტალიურიდან რომ გადმოვთარგმნოთ. Devi approfittare di questa occasione. შენ სასარგებლოდ უნდა გამოიყენო ეს შანსი, ეს შესაძლებლობა. Approfittare, ანუ გამოიყენო, ისარგებლო ამ შანსით. Approfitto delle vacanze per stare con la mia famiglia. ჩემდა სასიკეთოდ ვიყენებ და არ დადეგებს რომ ვიყო ჩემს ოჯახთან ერთად. ანუ სარგებლობ არ დადეგების პერიოდით იმისთვის რომ ვიყო ჩემს ოჯახთან ერთად. Marco ha approfittato della tua gentilezza e ti ha mentito. მარკომ ბოროტად გამოიყენა შენი თავაზიანობა და მოგატყუა. აი ამ შემთხვევაში უკვე ნეგატიური მნიშვნელობით არის. ჩვენ ვერ ვიტყვით თავიდანვე ან ნეგატიური მნიშვნელობა, ან პოზიტიური მნიშვნელობა. გააჩნია სიტუაციას, აი ამ სიტუაციამ ახლა მიგვახვედრა, რომ ამ შემთხვევაში პირიქით უარყოფითად არის გამოყენებული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. Marco ha approfittato della tua gentilezza. ანუ შენი თავაზიანობით ბოროტად ისარგებლა. E ti ha mentito. და მოგატყუა. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედი მაქვს მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო. ნამდვილად საინტერესო ზნა და ჩემი რჩევა იქნება ამოწეროთ და შეეცადოთ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში დაიწყოთ ამ ლამაზი ზმნის გამოყენება. შეგახსენებთ, რომ იტალიური ენის უფასო ვიდეო გაკვეთილების ნახვა შეგიძლიათ ჩემს YouTube და Facebook არხზე ბაზმანი. Ciao!